ნინა და თავის დიშვილი. აბა ნახოთ, ეხლა დაახლოებით რეზი 15 წუთი, 20 წუთი ერთად ვატაროთ. სით, მე რა გითხარი? ნინა, სით. და მე გავიყოთ რა. მე ცალ-ცალკე ვიაროთ რა. ოკეი, წავიდე. ნუ ეს არ დაგჩეს. ამო რონი. დავაგდე. რონი. თავიდან ეცდება რომ ნინა საყვეს ტემპში, მაგრამ მე ნელ-ნელა მიხვდება რომ თავისუფლად შეუულია სირბილი რა. ხა მე რას ვიზამ დღეს რა უნდა ვქნა და რა მიზანი მაქვს რომ ესე პირდაპირ არ ვიარო რა. მინდა რომ ნინამ რაც შეიძლება განზე ირბინოს. ამიტომ წავალ სამხარეს მაქსიმალურად და მარტო პოტრიალდი აქეთ ვეცდები რომ აი ესე ბოლომდე სამხარეს ჩავიყვანო და იქიდან როგორც კი ჩამოვა მე მეორე მხარეს. ანუ პარალელები მინდა გავაზრდებინო და არა წამოდი აქეთ. რაც შეიძლება განზე რო იაროს რა. ნიავი არა გვაქვს საერთოდ. მოდი რონი. მოდია. ამიტომ წამო რონი. მოდი, წამოვა ნელ-ნელა. ბუნებრივია ჯერ ფრინველი არ არის მინდორში რა, მაგრამ როგორც წეღან აღწერე, როგორც კი რო ვეცდები რომ ნელ-ნელა არა. წავიდა იქ. კიდე. წავიდა მინდა. ვეცდები რომ რაც შეიძლება განზე ვიარო, რომ ჩემი სასიარულო არეალი იქნება აი აქედან ჩავალ ბოლომდე, ისევ აქეთ ბოლომდე, ანუ განზე მეცული ვიდრე პირდაპირ რა. ფუ, დაანებეთ, არა. ფუ, მოდია. წავიდა მიდი. ფუ, მეთქი, წავიდა. მიდი რომ არის ესეთი კიდე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა ბრძანება ფუ და არა რა, ძალიან მნიშვნელოვანია და განსამიჯნი წამოდი აქ. განსამიჯნი ბრძანებაა. ნახე რამე არ ჭამოს რეზი. არა, იქეთ წადი. იქეთ. დავიდა განსამიჯნი ბრძანებაა, ანუ მე ვიყენებ ფუს, როცა რამეს ეტანება და ანუ ისი ჭამის უფლებაც არ აქვს და რატო ფუ ეგ არ ვიცი, რატო ყველასთვის რატომაც ეგეთი სიტყვა დავიჩემეთ. საიდან მოდის ეგ არც მიფიქრია და არც მომიძიებია ინფორმაცია და მეორე არა, კონკრეტულად არა, რომ ამ ბრძანებაზე თავის გადაწყვეტილი ქმედება უნდა გააჩეროს, ანუ გაჩერდეს ის რასაც აკეთებს და ის არ უნდა გააკეთოს. აი განსხვავება აუცილებლად ბრძანება აუცილებლად განსამიჯნია, იმიტომ რომ ბევრჯერ მინახავს რომ ნადირობის დროს ფრინველი მოიპოვეს, ძაღლი მიდის მოსატანად და იცის რომ პატრონმა იცის რომ ეს ძაღლი ამ ფრინველს აფუჭებს, კბიჩავს და ეძახის ფუ, ანუ უშლის, ანუ ფრინველთან მისვლას რა. თუ ფრინველთან მისვლას უშლი და ეუბნები რომ არ მივიდეს, აპორტირება როგორ უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოგიტანოს ფრინველი, ხო? ამიტომ არის რაღაცა, რაც უნდა ერთი ბრძანებით დაეშალოს და კონკრეტულად არა, ოჩა, ანუ დავიდა ბოლომდე, არა, პოტრიალდი, მოდი აქ. წამო. დაანებოს ამის კეთებას, ამ ქმედებას მოეშვას და მეორე არის როცა ფუ რაღაცა არ უნდა ჭამოს, რა. თუ ამ ბრძანებას გამიჯნავ და განსაზღვროთ, ძალიან კაი, რა, ჩემ ძაღლს ნინას აქვს ორი ბრძანება. ამკრძალავი არა და ფუ, როდესაც რამე ხანდახან მეშლება ხოლმე რა, მაგრამ დაშლით ისლით. არა, წამოდი აქ, მოტრიალდი. წავიდა აქ, კიდე. წავიდა ბოლომდე. რაღაც ნიავივით დაიჭირა რა. კია, ცოტა ნიავი არის. კიდან უბირავს და მაგიტო ნიავზე ლაგდება. რაო, რუნი. მოდი, რუნი. წამო ბიჭო, მოდი. წამო, მოდი. ოჩა, წამო. მოდი. ფო! არა! ოჩა, რუნი.
დღეს პირველი გამოყვანა რუნისთვის, რაც ფუ, ნაი რა. წამოდი აქეთ. არა, იქეთ ინა. არა, კიდე იქეთ, მიტრიალდი იქეთ, წადი იქეთ კიდე. წავიდა ბოლომდე. როგორც კი გამწთა გარკვეულ მანძილზე, ანა ნიავი არ აქვს და მაინც ქაოსურად დავდივართ რა, იმიტომ რომ ქარზე არ ვდგევართ და უბრალოდ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნი ესე რომ მეტი შორს გავდივარ. ხოჩა, წავიდა მიდი ბოლომდე. მიდი რუნი. დაანებე თავი, წავიდან. არა და ოდნავ ნიავი გვაქვს, რამე რომ ნიავზე დავაყენო. რო ვიცოდი რომ ფრინველი არ ნიავზე დავაყენებდი და აქეთ ნინა მოტრიალდი. წადი ბოლომდე. წამო რუნი. არა, კიდე იქეთ. ნინა იქეთ. წადი იქეთ. დრო არ დამინიშნია. ერთსაც არ ვივლის დღეს დაახლოებით 30-35 წუთი. მაგრამ ისე იქნება. არა. ამბოლომდე. მინდი ბოლოში. კარზე ეწყობა თვითონ. ესე გვაქვს ნიავი რა და ამიტომ ესე დარბის პარალელურად. მე კი უშლი, წესით არ უნდა უშლიდე და არ არის ეგ სწორი გადაწყვეტილება. ნიავი დაიჭიროს და ნიავზე იმოძრავოს ბევრად ჯობია რა. რონი ბალახებს რაღაცებს პაულობს და ჭამს. მაგრამ ძაღლს ლეგვს ყველა აცრები ჩატარებული აქვს. ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, ამიტომ პრობლემა არ არის. ოკეი, წავიდა მიდი. ეგ არის რა, ესე უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა და ხედავთ ალბათ მაგალითს იმის რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს. წამო. პოტრიალდი, წამო ნინა. რამხელა მნიშვნელობა აქვს. როგორც კი ლეკმა ნინა არა წამო როგორც კი ლეკმა ნახა თავისუფლება პატრონი საერთოდ არ აინტერესებს რა ბუნებრივია ეგრეც უნდა იყოს იმიტომ რომ პატარაა რა ძალიან 4 თვის ლეკვი დაახლოებით 3 თვიდან 4 თვემდე 5 თვემდე უნდა გავაკეთოთ ლეკვზე სოციალიზაცია მივახვედროთ მისი ამ ქვეყნიურ არსებობას და იწყება მე უკვე არა პოტრიალდი წამოდი მე იწყება უკვე მაქსიმალური და ინტენსიური წვნა და პარალელურად შემოდის გეშვა რა სოციალიზაცია ნიშნავს კიდევ ერთხელ აი მარტო სახში ყოფნას ეზოში გაყვანას არა აი ყველგან რაც შეიძლება მეტი სივრცე ვანახოთ რაც შეიძლება მეტი სიტუაციები ავათვისე არა დაიწყო ქექვა ბალახის და ამას დღეს დაუშლი რა დღეს ვეცლები რომ არანაირად არ გაქეკოს რომ ნელ-ნელა როგორც კი ბალახი მოიმატებს და ფრინველი ჩემოარო უკვე რაც შეიძლება მაღალი ყნოსით ვიმუშაოს რა არა წადი იქეთ არა მიტრიალდი იქეთ წავიდა იქ არა ფუ წადი მიდი ფუ წავიდა მე წანა აქ თავი დახრილი აი როგორც კი კარში წეს მე წევს თავზევით რა
არა უშავს. მეორე გამოსვლა დღეს ყველაფერი წინ არის. სადღაც თითქოს გამოჩნდა ფრინველი. ორი მოვკარი, ხა დაზუსტებით არ ვიცი, თორე მეც წავიდოდი იქ, სადაც შეიძლება ერთი ფრინველი მაინც მენახა. მაგრამ არა უშავს, ეს ვარჯიშები წაგვადგება და ნიშნულოვანია რა ორგანიზმის, გონების, ხვირის გასაფხიზლებლად რა. ოჩ, მიდი ბოლომდე. არაკეთ, პოტრიალდი. წამ. ხოჩა ღრონი. კარგი ბუჩი, წამორონი, მოდი. წავიდა. ეტანება ხო რაღაცებს? არა უშავს. არა, წავიდა გააგზელე, არა. წავიდა ნინა. რა ორონი, მიდი. წამ, კარგი ბიჭი, წამ, მოდი. ნახე რა თვალები აქვს, წამ. წავიდა მი. რა, წამ, მოდი. Фу. Ага. ეგრე აგეთი პინძურები არიან ეგენი, მაგის არ შეგეშინეს, მაგრამ უნდა გადააჩვიო რეზი. არა. მაგის ვარჯიშებსაც გაჩვენებ რა, რომ უნდა მარტო მაგაზე კი არა, სხვა რაღაცაზეც რა ქუჩაში შეიძლება რაღაცა იმოდი ჩემ. გვერდზე. სით. ქუჩაში იქნება, სადაც იქნება, შეიძლება ამ ნაგავზე მიეტანოს და არ უნდა შეჭამოს. შეიძლება რაღაცა ისე შეგიჭამოს, რომ მოწამოს, სადა, ამიტომ უნდა კაი ხა ნელ-ნელა იქეთ წადით, მანქანისკენ და მეც მოვალ რა. ოკეი, წავიდა. Tamo motriadi. Akეთ. Tamoniно. კი იყო კარგი წვიმები და კარგი ნალექი მოვიდა. ზე აკლია როგორც ჩანს რომ ბალახი მალე წამოვიდეს რომ პრინციპში ბალახსაც გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ 2-3 დღის უკან თებისო დათოვლილი იყო, ამიტომ ეს დღეები სითბოები თუ დაიჭირა ბალახიც გაიზრდა. წამოაქეთ. იქეთ წადინინ. ოკეი. ხვალაც კარგი ამინდია, ხვალაც წამოვალ, მაგრამ ფიქრობ ხვალ ნორიოში ავიდე. იქ ნახო რა სიტუაცია, იქ უფრო კიდე შედარებით ცუდი სიტუაცია იქნება, იქიდან გამომდინარე რომ უფრო მაღალი ადგილია და ბალახი ნეტად ნაკლები იქნება. იცი არის იქ უბრალოდ სანახავად ნახავ რა სიტუაციაა და ცოტა სიკას წავავარჯიშებ რა. ამის გადავხედავ კიდე როგორ იქნება. არა! ტრიალდი აქ. მოსამატებელი აქ რა, იქ დარბის ენერგიას, მაგრამ უფრო მეტად უნდა შლიდეს, უფრო მეტად ენერგიული უნდა იყოს, რა. ეგ მონებრივია უვარჯიშებლობის, უტარებლობის ბრალია, რომ ამდენი ხანი სახლში იჯდა სეზონის დამთავრების მერე, რა.
არა გვაქვს სამწუხაროდ საქართველოში იმის ფუფუნება, რომ სხვა ბევრად რამე უკეთეს ფრინველზე, გნოლზე, კაკაბზე შეგვეძლოს. წაღლების გეშვა თორე ბევრად კარგი იქნებოდა, რომ ლეკვებისთვის განსაკუთრებით უკეთესი არა, რაც უფრო დიდია ფრინველი, გუნდებათაც უფრო ბევრი ერთად ცხოვრობენ და უფრო იოლად იხსნება გონება რა. წერი რთული ფრინველია და შემოსვლითაც ველოდებით როდის შემოვა რა. ესია, მაგრამ მაინც კაია. კარგი ისაა, რომ საქართველო მაგარი ქვეყანა გვაქვს. ოჩა, წამოდი. ცოტა ზიგზაგები დაალაგებს მოტრიალებასაც დავაკვირდები, აბა კარზე კი მშვენიერი, კარგად დატრიალდა ორივე მხარეს. მოკლედ როგორც კარგი ნიავი აქვს, ცხვრის სწორად იყენებს რა, ნუ ვინც დამწყებია და არ იცის ძაღლი თუ ჩვენგან მარჯვენ გარბის, ანუ მარჯვიდან მარცხნივ უნდა შემოტრიალდეს და თუ მარცხნიდან გარბის, მარცხნიდან მარჯვენ უნდა შემოტრიალდეს, ანუ გარეთ მხრიდან უნდა დატრიალდეს რა და ამიტომ ეცადეთ რომ ყოველთვის ნიავზე ატაროთ ძაღლები თუ ლეკვები რა. რომ სწორად მოახდინონ ცხვირის გამოყენება, სწორად მონდეთ ცხვირი ჩართული. აი კარგად მოტრიალდა დაახლოებით არის იქამდე 70-80 მეტრი. ხა დავაკვირდები რა მანძილზე გავიდა მარჯვნივ და რა მანძილზე გავა მარცხნივ. წავიდა მიდი ბოლომდე. არ ვცდილობ რომ წინ ვიარო რა, მეტი განზე გავდივარ რომ პარალელები დააგრძელოს, ესე ვთქვათ რა, ანუ შორს გავიდეს რაც შეიძლება. არა აქედან უფრო ახლოს მოტრიალდა. არა ნინა გადი იქეთ. არა, წავიდა მიდი. ოჩა. მოტრიალდა შორს, ვნახოთ. როგორ მოტრიალდება. წოდათ მოტრიალდა. მაგრამ შორს გავიდა. აი, ამასაც ნელა გამოვასწორებთ. წავედი ისე უკან. რეალდები ზურგს ვაჩვენებ, რომ ჩემი ზურგისგან გადმოეწყოს. მარჯვენა მხარეს კარგ მანძილზე გადის ნამდვილად. მარჯვენა მხრიდან ბევრად კარგად მუშაობს. და მარცხენა მხრიდან, მაგრამ ამასაც ვთქვათ რომ გამოვასწორებთ რა. არა. დავიზავით. არა. აი ფრინველები იჯნენ იქ. და იმათ ნაჯნომზე, ფეკალიებზე რეაგირებს, ეგ უნდა დავაშევნოთ რომ თავი არ ჩაღოს მიწაში. წავიდა ბოლომდე, მიდი. დაახლოებით 8-10 მეტრია ჩემს და ნინას შორის და ვცდილობ რომ ეს მანძილი ძალიან არ გავზარდო, ამიტომ ისევ და ისევ სულ ერთ ხაზად დავდივარ რა. სულ ერთ ხაზად დავდივარ და წახსაც ვცდილობ რომ არა, მიტრიალდი იქეთ. არა, იქეთ. ნინა. როგორც კი მე წინ წავალ, ძაღლი არა იქეთ, წავიდა. აი როგორც კი მე წინ წავალ რა, რამე 5-6 ნაბიჯი რო გადავდგა აუცილებლად ძაღლის წინ წავა, ანუ მე არ ვაწვევი. არა, გაანებეთა. ფუ! წავიდა მიდი. იქეთ. ნინა. წავიდა მიდი. ფუ! წავიდა მიდი. მიდი, წავიდა. ომატა მიდი. იქეთ. აი, წავიდა. არა, იქეთ. წადი მიდი. რაღაცა სუნიცებ და კიდე არ ვანებ რა. თურმე რადომებია. თურმე რასუნებს უტრიალებთ. ტუალეტი მოილია. ძნელია.
წამო, მოდი. დავედი. წესით დაუცილებლად როგორც კი მინდორში სიარულს ამთავრებ, ძაღლს უნდა ჩააბათ საბელი და ისე წახვიდეთ, უნდა მიახვედროთ, რომ მუშაობა მორჩა. ეგერთი იმიტომ რომ მივხვდეს, რომ როდის იმუშაოს, როდის გაჩერდეს და მეორე შეიძლება უკანა გზაზე ის ნიავი არ იყოს, როგორც ძაღლის მუშაობისას. მე ხა მაგალითად აი ეს პირდაპირ რომ მივდივარ, აქედან მაქვს ნიავი. უნდა მოვუტრიალდე და წავიდე მანქანისკენ, მექნება ზურგის ქარი რა. ამ დროს ჯობია ძაღლს ჩავაბა, ჩემთან ერთად წავიყვანო მანქანისკენ, ვიდრე აქედანაც ზურგის ქარით ვატარა რა, რომ არაეფექტური იქნება რა, პარალელებიც დაინგრევა და არაეფექტური, ანუ შედეგი არანინა. მაგრამ დღეს რაღაც მე იმიტომ ვარ, რომ ნინას ორგანიზმზე გამოვაფხიზლო, ცოტა სპორტული ინტერესი მაქვს ჩადებული, ვიდრე მისი ყნოსვა და ფრინველთან შეხვედრა, იმიტომ რომ ვიცი რომ მინდორში ფრინველი არა, მისი მეტი აქტივობა მჭირდება. თან ნინა გამოცდილია, ხა რეძი და ბავშვი მელოდებიან, უხერხულია მანქანასთან. მოვუტრიალდები და უკანა გზაზე დაახლოებით 10 წუთი დამჭირდება მანქანისკენ წავალ. ანუ ისი თქვა მინდა რომ თუ მორჩევით მინდორში ძაღლის ტარებას, ჩააბით საბელი ყოველთვის თან იქონიეთ და საბელით გაიყვანეთ მინდვრიდან, ეგრე ჯობია რა. მოდი ჩქარანი. ოჩა, კარგი გოგო. ოჩა, მიდი. წავიდა ბოლომდე. ნელა მოვუტრიალდები და წავალ ბავშვი. მანქანასთან მელოდება უხერხულია. ამით მოვჩებით დღეს. წამ. ოკეი, წავიდა. ოკეი, წამ. ოჩა. მიდი გოგო. Stop! თავისუფალი სვლიდან. გაჩერება თავისუფალი სვლიდან. დაწოლა. ოჩა. ეს რაღაცები გჭირდება და რეგილია შეიტანოთ. ოჩა. წავედი. წამ. მოდი. წავიდა. Stop! Okay. Come. ძალიან კი დაცხარა. სიტყვა უკვე. ცოტაც და მალე ფრინველი ჩემო. მიდი. წავიდა. ოკეი. მიდი.
უფრო ჩქარა უნდა წვებოდეს, ანუ ბრძანება და ძის დავარდნა ერთი უნდა იყოს. ფუ, გეყოფავთ. ოკეი, წამომოდი. აკეთ, მოდი. მოდი. Stop. Okay. Davide. ოჩა, ჩემი ჭკი. ოჩა, ჩემი ზარბას. ოკეი, წავიდე. მოკლედ დღეს ამით დავამთავრეთ. ჩვენი სეირნობა გამოვიყვანეთ. რონი და ლუკაჩოც ნელ-ნელა ეზიარება ნადირობებს, ხო? უყურებ ხო YouTube-ზე ნადირობებს, ხო? ეხლა შენ ვიდეოსაც დავდებ და შენ თავსაც ნახავ. აჩვენე შენ მეგობრებს, რომ აი რონის როგორ ზდი და როგორი ლეკვი უნდა გაიზარდოს. რა სიტყვა, აბა მოგეწონა დღეს? კი. შენი აზრი მითხარი, აბა შავეშტილებელი. კარგი. კარგი, აბა რა იყო კარგი? ბევრი რამე შეისწავლა რომ. ხოჩა. და შენს რაღაცები უნდა ნელა ვასწავლოთ მამასთან ერთად, ხო? შენს მამას უნდა მოეხმარო, რომ გაიზდები შენს და როინც რო გაიზდება, ორივე ერთად შეძლოთ კაი ნადირობები, ხო? კი. დროებით არ დაგაუწეს არხის გამოწერა. უინეს რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მოგმართოთ. რავი, დანარჩენი ვიდეოების გადაღებებს გავაგზავნოთ. დროებით.